უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რა თქმა უნდა შემეძლო იქ დარჩენა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მაინც ვარჩი ის რომ ასე ვთქვათ ევროპული განათლება უფრო მეტ გამოცდილებას მომცემდა, უფრო მეტ შემძენდა და გადავწყვიტე ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ადრიანად გადაწყვეტილი მქონდა რომ გერმანიაში ან ავსტრიაში მიიღო განათლება, მაგრამ პირველი ჩემი წამოსვლა ევროპაში ეს 2012 წელს, როდესაც გაცვლის პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო სამთვიანი პროგრამა, მაგრამ იმდენად სხვა გარემოში მოვხდი, ანუ იმდენად მომეწონა ეს გარემო, რომ გადაწყვეტე აუცილებლად დავბრუნდებოდი უკან და უკვე 1 წლის შემდეგ, როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, წამოვედი გერმანიაში, ეს იყო ოპერ პროგრამა. პირველი რაც გავაკეთე, როდესაც უნივერსიტეტში ჩამოვედი, ის რომ მივედი ქართულ ეკლესიაში. რადგან ეკლესია არის ხოლმე ყოველთვის ქართველების შეკრების ადგილი და ძალიან ბევრი ქართველი დადის მიუნხენში ქართულ ეკლესიაში, რომელსაც დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელმძღვანელობს და შემდეგ ასევე დავიწყე ქართული საფოსტომოს მოწესრიგება. მიპოვე ქართული საფოსტომო, მივედი ქართულ საფოსტომოში, რადგან როდესაც უცხოეთში ცხოვრობ, რაღაცით, როდესაც ანუ ქართული აბსოლუტურად ყველაფერი გაყრია. და როდესაც საფოსტომოში შენ გეძლევა საშუალება აკეთო რაღაც ქართული, ეს ძალიან დიდი შვება არის აქ ყოფი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით. და საფოსტომოში ძალიან კარგად მიიღეს. ჩავერთე მაქსიმალურად პროექტების კეთებაში. პირველი პროექტი, რომელიც საფოსტომოსთან ერთად განვახორციელე, ჩართული ვიყავი როგორც თანამონაწილე, ეს იყო ქართულ-რუსული პროექტი, რომლის მიხედვითაც, ანუ პროექტის შინაარსი ესეთი იყო, რომ მოსკოვში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები ჩამოვიდნენ მიუნხენში და მიუნხენში გააკეთეს გადაცემა ქართველ გამოჩენილ ხელოვანებზე, მეცნიერებზე და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ საფოსტომოსთან ერთად, ხოლო საფოსტომოს დახმარებით პირადად მე ჩემს მეგობრებთან ერთად პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელე, ეს იყო ქართული ბიბლიოთეკა, ანუ ქართული ბიბლიოთეკის დაარსება მიუნხენში. ქალაქებში, სადაც ბევრი არიან ქართველები, ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა ქართული წიგნებისა. მით უმეტეს თუ ქართული წიგნები იმ ქალაქის ბიბლიოთეკაში არ არის. და მიუნხენში არც ისე ბევრი ქართული წიგნი არის ბიბლიოთეკებში და ამიტომაც ხალხის სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი ადამიანი დავიწყდა. თავად იქ მცხოვრებლები, ასევე საქართველოდან გამომცემლობები, ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული საფოსტომო, მიუხედავად იმისა, რომ 7-10 წელზე მეტი ისტორია აქვს მიუნხენში, გერმანიაში არის ერთ-ერთი ძლიერი საფოსტომო და როდესაც ავსტრიაში გადმოვედი სასწავლებლად, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ისევ საფოსტომოს დავიწყე ძებნა, მაგრამ სამწუხაროდ ავსტრიაში ვერ ვიპოვე ქართული საფოსტომო. საფოსტომო გერმანიაში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მე ასე ვთვლი და ვისურვებდი იმას, რომ რამოდენიმე წელიწადში ავსტრიაში ასეთი ძლიერი საფოსტომო ჩამოყალიბებული იყოს. ავსტრიაში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი საფოსტომო ქალაქ ვენაში და ისინი ახლა იწყებენ ფუნქციონირებას და იმდენად კარგი პროექტები აქვთ, რომ მე დარწმუნებული ვარ, ისინიც მოახერხებენ ავსტრიაში შეკრან ხალხი ქართული საფოსტომოს ირგვლივ, ისე როგორც ეს გერმანიაში არის. ამჟამად ცხოვრობ ქალაქ ზალცბურგში, სწავლობ ზალცბურგის უნივერსიტეტში პოლიტიკათმცოდნეობის, ან პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრატურაზე და პარალელურად ვარ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში. რას ნიშნავს უშუალოდ ეს პროგრამა, ამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით გავამახვილო ყურადღება. საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, ეს არის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელიც წელს პირველად განხორციელდა და რომელიც სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს ჯერ განხორციელებული. ამ პროექტს გვერდში უდგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასევე დიასპორის სამინისტრო. ეს არის პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა კონკურსი, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ, ანუ 10 ქვეყანაში, ეს არის ავსტრია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ლიტვა, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, აღნიშნულ ქვეყნებში არჩიეს თითო ქვეყნიდან, ანუ
შევიდა განაცხადები, არჩიეს აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც მოტივირებული იყვნენ ქართული საქმის კეთებისთვის. არჩევა ჩატარდა ორ ეტაპად, პირველი იყო განაცხადები, შემდეგ იყო სკაიპით იყო გასაუბრება სამინისტროების წარმომადგენლებთან და ამ ყველაფერში გავიმარჯვე როგორც ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ერჩვა. ეს პროგრამა ემსახურება რამოდენიმე მიზანს. პირველი ის, რომ ქართველი ახალგაზრდები ჩვენი საშუალებით, ანუ ჩვენ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სამყოფელ ქვეყნებში, ჩემ შემთხვევაში ავსტრიაში, გავაერთიანოთ და ასევე აქაურებს, ავსტრიელებს ჩვენი ერთობლივი ძალებით გავაცნოთ საქართველოს, გავაცნოთ ქართული კულტურა. და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი პროექტი არის და ვისურვებდი, რომ შემდეგ წლებში უკვე უფრო მეტი ქვეყანა დაემატოს ამ ყველაფერს. პროექტები, რომელიც ამ შემთხვევაში მე ჩემს გეგმაში გავწერე და პროექტები, რომელთაც მე გავიმარჯვე, საკმაოდ ბევრი იყო და ვეცდები, რომ რამოდენიმეზე, რომელიც უკვე განვახორციელე როგორც საქართველოს ახალგაზრდა ერჩმა, ვისაუბრო. უპირველესი პროექტი ეს არის ქართული სტუდენტური გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ 18 იანვარს დაარსდა ქალაქ ვენაში და დღესდღეობით უკვე 40-მდე სტუდენტი, ანუ ოფიციალური წევრი, ოფიციალურად დარეგისტრირებული წევრი ყავს. ეს არის სტუდენტური გაერთიანება, პირველი სტუდენტური გაერთიანება ავსტრიაში, რომელიც ისახავს მიზნად იმას, რომ სტუდენტები, რომლებიც ვართ ავსტრიაში, ავსტრიის მასშტაბით, გავერთიანდეთ, მოვიქცეთ ერთ ჯაჭვში და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე. ხშირად, როდესაც სტუდენტები აქ ჩამოდიან, ხდებიან ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. უპირველეს ყოვლისა, იქედან გამომდინარე, რომ ენას კარგად ვეფხვენ, ასევე სწავლის პროცესი ძალიან რთული არის. და სწავლის პროცესში საკმაოდ რთულია, რომ გაერკვე, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, საბუთები როდის უნდა შეიტანო, რადგან ერთი დღის დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შენ სტუდენტობა მოგიხსნა და იძულებული გახდე, რომ ისევ საქართველოში დაბრუნდეს. სტუდენტური გაერთიანება შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ერთმანეთს ის გამოცდილება, რომელიც უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ამ სტუდენტური გაერთიანების წევრმა დავაგროვეთ, სრული შემთხვევაში მივცეთ სხვას, გავუზიაროთ სხვას. ქართული სტუდენტური გაერთიანება დაარსდა ვენაში, მაგრამ ფილიალები აქვს სხვა ქალაქში. აქედან ორში ოფიციალურად დაფუძნდა, ეს არის გრაცი, სიდიდით მეორე ქალაქი ავსტრიის და ეს არის ლინცი, სიდიდით მესამე ქალაქი ავსტრიის. ასევე იქნება ქალაქი ინსბრუკში და ქალაქი ზალცბურგში ამ სტუდენტური გაერთიანებების დაარსება. რას გულისხმობს სტუდენტური გაერთიანება? ეს არის სტუდენტების მობილიზება, ესე ვთქვათ, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. მაგალითად, 26 მაისს ტარდება პირველი ქართული კონფერენცია, ქართული სტუდენტური კონფერენცია, რომელიც იქნება საქართველოს თემაზე, იქნება გერმანულ ენაზე და დავპატიჟებთ ავსტრიელებს, მოვიწვევთ ავსტრიელებს და გავაცნობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი არის მაგალითად კულტურის სფეროში ღონისძიებები, ეს არის ქართული დღეების მოწყობა, ეს არის თბილისობის გამართვა ვენაში, ეს არის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვეფხობთ ასევე ღონისძიების გამართვას, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართული ცეკვის პოპულარიზაცია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ იმას, რომ ავსტრიელებამდე მიტანოთ ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ ხშირად, როდესაც ვამბობ, რომ მე ვარ საქართველოდან, ისინი მეკითხებიან, შენ რუსეთიდან ხარ, ან თურქეთიდან ხარ, ან თქვენ ქართულ ენაზე ლაპარაკობ თუ რუსულ ენაზე საუბრობ. უკვე როდესაც ვეუბნები, რომ ჩვენ გვაქვს სამწერლობა. ანუ მათ უნებაში ხშირად საქართველო ჩარჩენილია როგორც კომუნისტური ქვეყანა, რომელიც დღემდე რუსეთში მდებარეობს. რა თქმა უნდა, ყველასთან ეს ასე არ არის, მაგრამ იგრძნობა ის, რომ საჭიროა აქტიური მუშაობა, ინფორმაციის გავრცელება, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია საქართველოს, მისი კულტურის, მისი ღირსშესანიშნაობების, მისი ტრადიციების შესახებ. ასევე პროექტები, რომელიც უკვე როგორც ახალგაზრდა ერჩმა განახორციელა, ეს არის წითელი ჯვრით არის ძალიან კარგი პროექტი, რომლის საშუალებითაც მე უფლება მაქვს ავსტრიის სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში ჩავატარო 2 საათიანი ლექცია საქართველოს შესახებ.
და დაახლოებით 800-მდე ბავშვი არის ჩართული პირველი ნაწილი ამ ყველაფრის განხორციელდა დაახლოებით 3 კვირის წინ და 80-მდე ბავშვს ჩაუტარე საქართველოს შესახებ ლექცია და ისინი იყვნენ აღფრთოვანებული საქართველოთი მისი კულტურით, როდესაც ვეუბნებოდი, რომ არსებობენ ქალაქები, რომლებიც არიან 3500 წლის, რომ ქართული ენა არის უდიდესი ტრადიციის მქონე, რომ უდიდესი ისტორიის მქონე. ეს ყველაფერი მივხვდით. და ბოლოს კითხულობენ ხოლმე იმას, თუ ასეთი დიდი ტრადიციები გაქვთ, ღირებულებები, ამხელა კულტურა გაქვთ. დღესდღეობით საქართველო რატომ არ არის ძლიერი ქვეყანაო და ძალიან რთული არის, არათუ ბავშვს უფროს უპასუხო ამ კითხვაზე, ძალიან რთულია. ასევე სტუდენტური გარდიენების ფარგლებში ქართული დედაენის დღესთან დაკავშირებით აპრილში გეუბნება ღონისძიების მოწყობა, სადაც ჩვენ გავაცნობთ ავსტრიელებს ქართულ ენას და ასევე მათ მიეცემათ საშუალება, რომ თავად დაწერონ, რაც უფრო სახალისოს გახდის ღონისძიებას, თავად დაწერონ ქართული შრიფტით, ძალიან უბრალოდ, ძალიან ლამაზია ყველა აღნიშნავს ქართულ შრიფტზე, ქართულ ანბანზე, მაგრამ უჭირთ ხოლმე ამ ანბანით წერა. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრაცის ფილიალში თავად ფილიალის ხელმძღვანელის აქტიურობით და წევრების აქტიურობით სექტემბრიდან დაიწყებს უკვე ფუნქციონირებას ქართული სკოლა უცხოელებს. სადაც ავსტრიელები შეისწავლიან ქართულ წერას და ქართულ კითხვას. ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი, ვისაც აინტერესებს საქართველო, ვინც საქართველოშია ნამყოფი და როდესაც მე ასეთ ადამიანებს აღმოვაჩენ ხოლმე და ისინი გახარებული მესაუბრებიან, რომ იყვნენ სვანეთში, იყვნენ ყაზბეგში, იყვნენ სამეგრელოში, ხანდახან მე მწონია ხოლმე, რადგან ყველა კუთხეში, საქართველოს ყველა კუთხეში თავად არ ვარ ნამყოფი და როდესაც ტურისტებს ვხედავ, ავსტრიელებს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოში ყველგან არიან ნამყოფი, ძალიან დიდი სიხარული მეუფლება ხოლმე ამ დროს. ასევე ერთ-ერთი პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა, ეს არის ცოცხალი ბიბლიოთეკა ქვია, რომელიც აქაური ანუ ზალცბურგში ცხოვრობს, შესაბამისად ზალცბურგის მერიასთან ერთად განვახორციელებ. ეს არის, როდესაც შენ აიღებ კონკრეტულ თემას და ხალხი მოდის, ანუ არის რამოდენიმე ადამიანი სხვადასხვა თემით და ავსტრიელები მოდიან როდესაც შენი თემა აინტერესებს. შენი თემა ამ შემთხვევაში იყო საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა საქართველოთი, განსაკუთრებით ქართული ღვინოთი და უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღონისძიების მოწყობა. ასევე ქალაქ ვენაში სექტემბერში გაიმართება ძალიან დიდი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი არის უამრავი ქვეყანა, თავიანთი ტრადიციული ტანისამოსით, თავიანთი საკვებით, სასმელით და ჩვენ სტუდენტური ასოციაცია მაქსიმალურად ვეცდებით იმას, რომ საქართველოს ღირსეულად წარმოვადგინოთ აღნიშნულ გამოფენაზე. რაც შეეხება ბოლო კითხვას, ვაპირებ თუ არა საქართველოში გაგიებას, რა თქმა უნდა, მე ემიგრანტად არ ვწვდი თავს, რადგან მე ვარ რამოდენიმე წლით ჩამოსული სასწავლებლად და ეს ქვეყანა საბედნიერო როგორც გერმანია, ისევე ავსტრია გაძლევს უდიდეს შესაძლებლობას იმისას, რომ ისწავლო, მიიღო განათლება, მიიღო კარგი განათლება და რაც თავარია, აქაური მასწავლებლებისგან თუ ლექტორებისგან არ არსებობს რაიმე დისტანცია, ანუ ბარიერი. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დაგეხმარონ, როგორც შეუძლიათ გირჩიონ ლიტერატურა, გარემო ზოგადად სტუდენტური არის ძალიან დადებითი. და მე ვისურვებდი, რომ საქართველოში ბევრს ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საზღვარგარეთ თუნდაც ევროპაში ისწავლოს და შემდეგ დაბრუნდეს და თავის ქვეყანას მოახმაროს ეს ცოდნა. რა თქმა უნდა, ევროპაში, ანუ ავსტრიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა და თავად ქალაქი ვენა ცხოვრების ხარისხის მიხედვით არის ერთ-ერთი პირველი ევროპაში. რა თქმა უნდა, მე როგორც პიროვნება ვისურვებდი მაღალანაზღაურებად სამსახურს, აქ მუშაობას, მაგრამ უბრალოდ მე პიროვნულად არ ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია საქართველოს გარეშე იყოს წლების განმავლობაში სხვაგან. აუცილებლად, როდესაც უკვე მაგისტრატურას დავამთავრებ, ანუ
წელიწადნახევარში აუცილებლად დავრუნდები საქართველოში და აუცილებლად ვეცდები იმას, რომ საქართველოში დავიმკვიდრო თავი. მიუხედავად იმისა, რომ აქ თავის დამკვიდრება უფრო მარტივი არის, რა თქმა უნდა არის რაღაც სირთულეები, მაგრამ უფრო მარტივია გქონდეს სამსახური, კარგი შემოსავალი, მოგზაურობდე სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ უფრო მეტი კომფორტია, მაგრამ ოდესაც იცი რომ შენს ქვეყანას სჭირდება შენი გამოცდილება, შენს ქვეყანას სჭირდება შენი განათლება, რაც არ უნდა კარგ პირობებში ცხოვრობდე, მაინც შინაგანად ბედნიერი ვერ იქნები და ამიტომ აუცილებლად წელიწადნახევარში დავბრუნდები საქართველოში.